მზია ამაღლობელი სასამართლოში დღეს ფილიპინელი ჟურნალისტის მარია რესას გახმაურებული წიგნით როგორ დავამარცხოთ დიქტატორით მივიდა, რადგან მან ყველაზე კარგად იცის, რომ თუ ახლა არ დამარცხდება ქართველი დიქტატორი, მასავით ციხეში ბევრი აღმოჩნდება, ბევრი ჟურნალისტიც. ისე რომ არ ექნება მნიშვნელობა, რას ჩაწერს ივანიშვილის მორჩილი პროკურატურა ბრალის დადგენილების ფარატინა ფურცელზე. მაღალი სანდოობის ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელიც ხომ მხოლოდ იმიტომ აღმოჩნდა გისოსებს მიღმა, რომ მოძალადე სისტემას არ დაემორჩილა. ამიტომ დაიჭირეს და ბრალად პოლიციელზე თავდასხმა დასდეს. უფრო კონკრეტულად კი მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის ცემაში ადანაშაულებენ. ამ წინადადების გამოსაცხადებლად მოსამართლე ნინო სეხნიაშვილს სათადბიროდ გასვლა არ დასჭირვებია. ან რატომ უნდა გასულიყო? დარბაზში შესვლისას ხომ უკვე იცოდა, რომ პოლიტიკური დაკვეთა უბრალოდ სამართლებრივად უნდა გაეფორმებინა. ცხადია, რეჟიმს ავტორიტეტული გამოცემის ხელმძღვანელის სამაგალითო დასჯა აქვს გადაწყვეტილი, რისთვისაც წინასწარი პატიმრობა აუცილებელია. თან ეს ყველაფერი სასამართლოში ისე უნდა გაკეთებულიყო, რომ მზია ამაღლობელისგან საშიში დამნაშავე დაეხატათ. მტკიცება, რომელსაც მოსამართლეს სახელაშვილი დაერყვნო, სახელმწიფო ბრალდების მთავარი არგუმენტი იყო. პროკურორები მთელი სხდომა ამტკიცებდნენ, რომ მზია ამაღლობელმა მძიმე დანაშაული ადმინისტრაციული წესით დაკავებიდან გათავისუფლების შემდეგ მალევე ჩაიდინა. მათ სურდათ გარემოებები ისე გამოეყვანათ, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორის დატოვების შემდეგ მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის ცემა უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა და თუ სასამართლო პატიმრობაში არ დატოვებდა, შესაძლოა ახალი დანაშაულიც ჩაედინა. სასამართლომ გაიზიარა ძირითადად ის გარემოება, რომ ახალი დანაშაულის ჩადენა თუ შეიძლება რომ პოლიციელზე თავდასხმა არის სახეზე შემოტრიალებული, როგორ უნდა სახეზე ხედავ. სწორედ ეს გარემოება თუ ეს ადამიანი გაჩერდება, გაიგონებ ჩემს ხმას. თუ ეს დავიმიეთ დემაგოგი რა უნდა თქვა ახალო? ადვოკატი რატომ არ ყავდა მზია? შეკითხვები გაქვთ? სამსახურია მემა. ადვოკატებს რა შეეხება? რატომ დაურიგეთ? გესმით ჩემს? რატომ შეახინეთ? ზებუაცო ლინარის რატომ იცავ? ეს უხმო კადრები, რომელიც მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულებაა, დღევანდელ სხდომაზე არ გამოუკლევიათ. მასალა საქმეში დევს და მისი დემონსტრირება პროკურორმა მხოლოდ ჟურნალისტებთან მოისურვა. ამ კადრებში არ ისმის რასეუბნება ირაკლი დგებუაძე ბათუმელების ხელმძღვანელს. დაცვის მხარეც და ყველა, ვინც ამ ინციდენტს შეესწრო, ამტკიცებს, რომ მზია ამაღლობელის პროვოცირება სწორედ ბათუმის პოლიციის უფროსმა მოახდინა. სამაგიეროდ ბევრმა ადამიანმა ნახა ბათუმელების გადაღებული კადრებისა და გარკვევით ისმის ირაკლი დგებუაძის მუქარა. სასამართლო ამ კადრებსაც გამოიკვლევს, თუმცა როცა საქმის არსებითი განხილვა დაიწყება. ადვოკატებს ახლა სააპელაციო სარჩელი აქვთ მოსამზადებელი. დღევანდელი გადაწყვეტილებით ფაქტობრივად სასამართლო მთელი პროცესუალური ნორმების დარღვევით იმსჯელა და იყო გაგრძელება იმ უკანონობის, იმ სამართალდარღვევის, რაც დაიწყო მზიას დაკავების წუთიდანვე და დღევანდელი შედეგიც, ასე ვთქვათ, იყო შესაძლებლობა სასამართლოს დაეცვა ადამიანის უფლება, თავისუფლება და შანსი მიეცა
დაებრუნებინა სასამართლოს ნდობა საზოგადოების მხრიდან, ეს ვერ ვიხილეთ. შესაბამისად, ბრძოლა ფორმალურად სამართლებრივად რა თქმა უნდა გაგრძელდება. დღევანდელ პროცესს მზია ამაღლობელის ძალიან ბევრი გულშემატკივარი ესწრებოდა. მოსამართლე სახელაშვილის გადაწყვეტილების მოსმენის შემდეგ ყველა ამბობდა, რომ ივანიშვილის რეჟიმმა ბათუმელების ხელმძღვანელი საჩვენებლად დააკავა. ამით კი უთხრა სხვებს, რომ საპატიმროში აღმოჩნდება ყველა, ვინც მათ არ დაემორჩილება. რუსულ რეჟიმს ყავს პატიმარი მზია ამაღლობელის სახით, ქალი, რომელმაც შექმნა საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო და რეპუტაციულად მაღალი რეპუტაციის მქონე მედია საშუალება დღეს არის დაპატიმრებული. მისი არანაირი საჭიროება პატიმრობაში დატოვების არ არსებობდა აბსოლუტურად, მაგრამ ეს იყო პოლიტიკური, ეს იყო რეჟიმის, ეს იყო რუსული გადაწყვეტილება. ივანიშვილის ხელის ბიჭები. ფორმალურად რაღაც მოსამართლე, ფორმალურად პროკურორი და ასე შემდეგ. ეს არის ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც საქართველოს იპარავს და დამოუკიდებელ ადამიანს სილოს მოაცილოს. ეს არ თავს არ გააჩერებს, ეს ჩვენ არ გვაგორჩევს. თავისუფლება, მზია, სოლიდარობა ყველა პოლიტიკას. მე მგონია, რომ ამ პროცესის ბედი თავიდანვე გადაწყვეტილი იყო, როგორც კი მოხდა მზიას დაკავება და ამიტომ სიმართლე გითხრათ ეს შედეგი არ გამკვირვებია. ცხოვრობ დიქტატურაში, ეს გადაწყვეტილება მოსამართლეს არ მიუღია, მოსამართლე არის რიგითი ჯალათი, პროკურორი არის ჯალათი, პოლიციელი არის ჯალათი და მთავარი ჯალათი არის ივანიშვილი. ივანიშვილმა რუსებმა, რუსულმა რეჟიმმა გამოამწყვდია მზია დღეს ციხეში. სამართალი რა არის ამ ქვეყანაში უკვე აღარავის არ ესმის, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქვეყანაში სამართლის შინაარსი განადგურებულიყო. ხალხნო არც სამართალი გვაქვს ქვეყანაში და არც სასამართლო გვაქვს და სათავეზე ვით ამღრეული და თუ ესენი არ მოვიშორეთ, ყველა ვართ ამ საშიშროების ქვეშ. ამიტომ გაასმაგებით უნდა შევცვალოთ ეს რუსული რეჟიმი. მზია ამაღლობელი უკვე სასჯელ ხსვლების დაწესებულებაშია მოთავსებული. მისი საქმის არსებითი განხილვა 4 მარტს უნდა დაიწყოს. თუმცა მანამდე მის მიიყვანა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოუწევთ. ეს რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილის მოსამართლეებმა ამაღლობელის ადვოკატების სააპელაციო სარჩელი მიიღეს.